გაზეთ გურიის მუამბის გამომცემელსა და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ჟურნალის ვლადიმერ მენაბდეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი რესტორან ქალაქურთან მოხდა. ვლადიმერ მენაბდეს 5 ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი დაესხა თავს. მასთან ერთად გურიის მუამბის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. როგორც გაზეთის რედაქტორი თეა იოსელიანი ამბობს, ნასვამი მამაკაცები აგრესიულად იქცეოდნენ და მენაბდეს ხელითაც შეეხნენ. უკნიდან რამდენიმე ადამიანი მოგვადგა და პირდაპირ გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და ის იყო უშუალოდ ლადოს მისამართით იგინებოდნენ, იქ ძალიან უწმაწური სიტყვებიც იყო. ფაქტი არის, რომ რაღაც ჩვენს ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით რაღაც პრეტენზიები გქონდათ, იმიტომ რომ ერთხელ კი გაჟღერდა, რომ რაღაც ანუ რატო წერთ და რატო აკეთებთ ესეთ რაღაცას, მაგრამ იქ რა წერილზე იყო საუბარი, რომ რაზე გვედავებოდნენ, ეს ნამდვილად ვერ გავარკვიეთ. იმდენად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმდენად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომ ფაქტიურად მათი საქციელი ცდებოდა ყოველგვარ ჩარჩოზე. ვლადიმერ მენაბდე მომხდარს მის ჟურნალისტურ საქმიანობას და გურიის მუამბაში გამოქვეყნებულ მასალებს უკავშირებს. მან მხოლოდ ერთი პიროვნების, ქართული ოცნების აქტივისტის ლაშა ღლონტის ამოცნობა შეძლო, რომელიც ადრე ადგილობრივ გამგეობაში მუშაობდა. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ დაუყოვნებლივ სამართალდამცავებს აცნობა. ბევრი ვიცანი, მაგრამ სახელი და გვარი დღესაც ვიცი ერთის, ეს არის ლაშა ღლონტი, თუ არ ვცდები ერთი იყო კეჭაყმაძე, რომელსაც უშუალოდ ვიცანი და სადმე თუ შევხვდი, აუცილებლად დავაფიქსირებ და პოლიციას გამოვიძახებ. პოლიციის შენობაში, სადაც ვლადიმერ მენაბდის დაკითხვა მიმდინარეობდა, ლაშა ღლონტიც მოიყვანეს, რომელიც სამართალდამცავების გარემოცვაში გაცილებით თამამად გამოიყურებოდა და მისი მხრიდან პოლიციაში გაცილებით მეტ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. როგორც მენაბდი ამბობს, აღნიშნული მის საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რაც ღლონტისა და პოლიციის საიდუმლო თანამშრომლობას უკავშირდება. პოლიციაში როცა მივედი, რამდენიმე წუთი, რამდენიმე, ნახევარი საათის თუ 1 საათის შემდეგ ესეც მოიყვანენ, იყო ძალიან ნასვამ მდგომარეობაში და ყველაზე მეტად მე რამაც გამაოცა, აი ქუჩაშიც კი ისე არ იქცეოდა ის როგორც პოლიციაში. აი პოლიციაში მან უკვე გააორმაგა თავისი აგრესია, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიტყვიერი შეურაცხყოფები, ხმას აუწია, მაღალ ხმაზე ყვიროდა და შემდეგ გასაოცრად არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან არ მოყოლია. მე ლადო მენაბდეს მაქვს საფუძვლიანი ვეჭვი, რომ ლაშა ღლონტი არის პოლიციის ფარული აგენტი და ის ვიღაცის დავალებას ასრულებდა. ამის იქით ამ ეტაპზე ვერ წავალ. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, კოალიცია ქართული ოცნების წევრი გელა გელაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტისა და მისი საქმიანობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ყოველად მიუღებელი და დასაგმობია. რაც შეეხება ღლონტის კავშირს ქართულ ოცნებასთან, გელაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ჩვენი ალიანსის ნებისმიერი წევრისგან ჟურნალისტებზე განხორციელებული გინდ სიტყვიერი გინდ ფიზიკური შეურაცხყოფა ყოველად მიუღებელი არის ჩემი როგორც რიგითი წევრისათვის და მე მგონია საზოგადოების ნებისმიერ წევრისათვის ეს ამაშფოთებელი ფაქტია. მე არ ვიცი ამას რა პირობები უძღოდა წინ და რის გამო მოხდა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდარიყო ჟურნალისტზე ამის ასეთი ქმედების ჩადენა ჟურნალისტის წინააღმდეგ ყოველად მიუღებელია. ის ქმედება არის რისთვისაც ვებრძოდით წინა ხელისუფლებას. რაც შეეხება თავად ლაშა ღლონტს, ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება, მაგრამ მან ყოველგვარ კომენტარზე უარი განაცხადა. გამოძიება სისხლის სამართლის 118 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. თუმცა შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიმართულებით გაგრძელდეს.